Pilot ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობა დაიწყო პროექტის 3 წლიანიდან მისი მეშვეობით 3000-მდე ადამიანი დასაქმდება. შემოვლითი გზა აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარეობს. ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა საფუძველი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ჩაუყარეს. უგულავამ აღნიშნა, რომ შემოვლითი გზა ქალაქში სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემების გადაწრის და მარცხენა სანაპიროს განვითარებას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ძალიან ბევრი თბილისელის ოცნება, ის ოცნება, რომელიც უკავშირდება 21 საუკუნის თბილისის განვითარებას. მარტო მშენებლობის სტადიაზე 3000 თბილისელი იქნება დასაქმებული. გამოთავისუფლებული ტერიტორია რეალურად იქნება თბილისის ახალი ცენტრი, საქმიანი ზონა, სადაც უამრავი ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილი შეიქმნება ისევ ჩვენი თბილისელებისთვის. ეს არის დიდი პროექტის დასაწყისი. იმ პროექტის დასაწყისი, რომელიც ძალიან ბევრს იკეთეს უკადის თბილისს და თბილისელებს 5, 10, 15 წლის პერსპექტივაში. სწორედ ასეთი პროექტებით, ესე ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ის გარემო თბილისში, რასაც სვლა კეთილმოწყობიდან კეთილდღეობამდე ქვია. ეს არის სარკინიგზო სამშენებლო პროექტი, ბიუჯეტი გახლავთ სამშენებლო 168 მილიონი ევრო. თავისთავად მშენებლობა ძალიან მასშტაბური არის, არა მხოლოდ რეგიონალური თვალსაზრისით. მოიცავს 5 კილომეტრს დაახლოებით გვირაბების მშენებლობას და 3 კილომეტრზეც ხიდების მშენებლობას. ეს არის საქართველოს რკინიგზის მიერ მოზიდული სესხი კომერციული პირობების სახელმწიფო გარანტიის გარეშე, რომელთაც ხდება პროექტის დაფინანსება. დღეს რუსთავის 20